ძიმე ფიზიკური ტკივილი როგორ განიცადა ახალგაზრდა ქართულმა პოლიციის ოფიცერმა ბატონმა გებუაძემ, თუმცა აი ამ აბსოლუტური ცინიზმის მე ვიტყოდი და ფარისეულობის გამოხატულება მინდა ვახსენო მზია როცა დააკავეს და დაიჭირეს იმ დღეს დააკავეს ასევე და მინდოდა ამის ხაზგასმა და ხსენება ბატონი თემურ ქათამაძე. ეს ის თემურ ქათამაძეა მე დროშე ჩვენ ქონდა საუბარი გვინდოდა რომ სპეციალური მინი დოკუმენტური ფილმი გაგვეკეთებინა მასზე, იმიტომ რომ მე მას მოусმინე რამდენჯერმე მაყურებელს რომ შევახსენოთ მოჰოჯირობის ისტორია აქვს. საქართველოსდან იძულებით გადასახლებული ქართველები არიან, რომლებმაც 100 წლეულების ამის მეტის განმავლობაში შეინახეს ენა, ეროვნება, ჩამოვიდა ეს ადამიანი და ის არის თურქეთის მოქალაქეც, საქართველოს მოქალაქეობისათვის იბრძვის, ასე ვთქვა და საქართველოსთვის იბრძვის და ხალხს, რომელიც პატრიოტობაზე დებს თავს ნაცვლად იმისა, რომ 100 ადამიანებს ჩვენ ხვდებოდეთ თბილად, უზიარებდეთ ყველაფერს, რასაც დღევანდელი საქართველო წარმოადგენს, დღეს და არა მარტო დაპატიმრებული ყავთ, არამედ უპირებენ გაძევებას საქართველოს საემიგრაციო დაკავების იზოლატორში არის ამ შემთხვევაში. დაუბრუნდეთ ჩვენ ამ შემთხვევაში მზიას და დაუბრუნდეთ იმას, რა დამოკიდებულებასაც ავლენს რეჟიმი ჟურნალისტების მიმართ. პირველი ალბათ ლიკამ კი ესე აღიქვა და ალბათ მეც ეგრე აღვიქვი რომ ეს არაპირებს მზია შიმშილობის შეწყვეტას, მაგრამ მე მაინც უერთდები ჩემი კოლეგების და არა მხოლოდ კოლეგების მოთხოვნას, რომ ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გათვალისწინებით მან იქნებ მოიფიქროს რომ შეწყვიტოს ეს. მზიას შემთხვევა ისევე როგორც ანდროს შემთხვევა ეს არის საჩვენებელი ამბავი. მე მაინც გონია რომ განვაზოგადოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მზია რაღაცა ეს კარგი გაგებით გმირობის ამბავი გამოვიდა, საჩვენებელი დასჯა იყო, რა არ მოახერხა, რა არ გააკეთა უბრალოდ ამ რეჟიმმა, რომ აი რაღაცა ეს მედია მოეგუდა, დაშალა, გაგუდა, ფინანსური მარწუხებში მოაქცია და ნუ მაინც გამოეპარა ეს ბოლოს. ანუ ონლაინ მედია იყო, ბათუმელები და ნეტგაზეთი განსაკუთრებით გამოეპარა, ვერც აღიქვა, რომ ასე შეიძლება და ეს რაღაცა წინააღმდეგობის ფრონტში ჩამდგარიყო ონლაინ მედია და ისევე როგორც ელექტრონული საერთო ეროვნული მედია და ასევე გამოეპარა ეს თეატრი და ახალი თაობის მსახიობები და პირდაპირ ვთქვა, ანუ გადაფსიხებულები არიან, გაგიჟებულენ, ვერ იგებენ ეს როგორ გამოეპარათ. იმიტომ რომ ეხა პროპაგანდისტულ არხებს რო უყურებ ხოლმე, იქ აი სულ არის ორი მიმართულებით ამ მსახიობების შემდეგ განსაკუთრებით მსახიობებზე გაშევების სრული კამპანია მიმდინარეობს და მედიაზე ჩვენ გვრალდება რომ ვართ აუცილებლად პოლიტიკური და რაღაცნაირი ანუ პოლიტიკური მედია თუ პარტიული მედია და მზიასაც და ნეტგაზეთსაც და ყველას ეგ დაბრალდა პარლამენტის თავმჯდომარემ და ანდროს და დაკავებულ მსახიობებს ეგენი ანუ უნიჭოების სიტყვა არ უხმარიათ, მაგრამ რამოდენიმეჯერ ყავდათ რაღაც გაურკვეველი სტუმრები, რომ აი მსახიობები იყვნენ და გვარებს თვლიან ნამდვილი აი თეატრის და კინოს ნამდვილ ვარსკვლავებს, რომელთაც არაფერი შეხება არ აქვს ქართულ ცნობასთან ეს ადამიანები ესეთები იყვნენ და ესენი საერთოდ რა მსახიობები არიან მაგათ სპექტაკლებზე ხალხი არ დადის და მთელი კოშმარი ამათ ისე რომ ამათ სპექტაკლებზე დადის ხალხი და ამათ მიერ არაკონტროლებად მედიაში დაწერის უფრო დიდი ძალა აქვს საზოგადოებისთვის, აზრის ფორმირებისთვის, ვიდრე მათ დაფინანსებულ შავი ფულით მედიას და ეს საჩვენებელი ამბავი რომ ვიღაცა მარგაბედოს, აი წინა სტუმრებთან რაც თქვი, რომ 5000 ლარიან ჯარიმას აწეპებენ კაცს, რომელსაც არაფერი ანატყები ჩავონ საერთოდ გადაკეტილ გზაზე გამოვიდა, კაფედან იყო, კაფეში შევიდა, გამოვიდა და უნდა რომ დააჯარიმო. საჩვენებელი ამბავია, რომ აი ეს ორი ამბავი დარჩათ ახლა უფულოდ გაჭირებაში მყოფი მედია და მსახიობები, რომელსაც არაფერი კონტროლებს, როგორ უნდა გააკონტროლოს ხომ მსახიობი გამოდის თამაშობს. საჩვენებელი ამბავია და თუ გავუვიდეთ და რა ვიცი, მე იმედი მაქვს რომ არ გაუვათ, რა ძალიან ღიად რო თქვა არიან გადაფსიხებული ამ ამბავს, ეს ამბავი გაეპარათ ამათ მედია და ეს ახალი თაობის ქართული ასე თქვა საკამოდ ნიჭიერზე კი არა, რა ვიცი, ძალიან ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები და რა ვიცი, მუსიკოსები.